ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობის დაზვირფასო მეგობრებო, მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ნება მივოდეთ, წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ჩვენი დიდი მეგობარი, უნიჭიერესი მომღერალი გელა დონაძე. გელა, როგორ ახარ? შენ გენაცვალე. მადლობა. მის კარგად. მიხარია თქვენს ძალიან მაგარ შოუში რომ მოვხვდი და გენაცვალე შენ. კაცო, რო გადავხედე ესე იგი შენ სტუმრობა შემთან და არა მარტო აი თუ ვინმეს დაინტერესებს აი YouTube-ში ან Google-ის საძიებო ველში რო ჩაწეროს გელა დონაძე, აი სადაც ვიდეოებია, ხო? როგორ წესი ჩემს უსაყვარლეს ანუკისთან, შენს ძვირფას მეუღლესთან, ხო იცი როგორ განსაკუთრებულად მიყვარს თქვენი ოჯახი. თქვენი დუეტია ყველგან. ანუ ყველგან ხარ დუეტის სახით წარმოდგენილი და ღმერთმა სუესე შეხმატკილებულად გატაროთ. შესანიშნავად ჟღერს თქვენი ხმები ერთად, მაგრამ დღეს მარტო რატო დაგიძახე იცი რომ ვიფიქრე რომ ერთი ცალკე ვიდეოც იდოს კაცო, რა ვიცი, მაინც ორიგინალური რო იყოს ასოქოთ ფორმის ხრი და მოვიკითხავ აქედან ანუკის დიდი სიყვარული. სხვათა შორის, როდესაც გვაქვს ხოლმე გადაღება თქვენ ძალიან მაგარ შოუში და ამავდროულად კიდევ ჩაწერა გვაქვს, ანუ მეკითხება სად მიხარ, გია ბაღაშვილთან გვაქვს ჩაწერა არის სტუდიაში თუ გადაღება გაქვს და თუ ეუბნები გადაღება გვაქვს, კარგი და თუ ეუბნები ჩაწერა გვაქვს სტუდიაში, მაშინ მეუბნება, მაშინ 1-2 დღის ტანსაცმელი და საგზალით წაიყოლე. ჩვენ რომ მიკეტები სტუდიაში აღარ გამოვიდეს. მუშაობა საფუძვლიანი. ნამდვილად და მე ერთი რამ მინდა გავიხსენო, შენ ის კაცი ხარ, ვისაც შესანიშნავად გამოგდის, როგორც სოლო შესრულება სხვადასხვა ჟანრში. ისე ანსამბლური მღერა და ამაში დამეთანხმება ყველას, ვისაც შენ ის როგორც სოლო გამოსვლა აქვს მოსმენელი, ისე ანსამბლ ბასიანთან ერთად ჩვენში თუ უცხოეთში შენი გამოსვლები და აი ბასიანთან დაკავშირებით მინდა თქვა, იცი შენ განსაკუთრებული სიყვარული თქვენი ანსამბლის მიმართ. დაახლოებით 20 საუკუნის წინა ჩვენი სახელოვანი მეფე ფარსმან ქველი იცი შენ რო ჩასული იყო რომში, იქ თამაშობები იყო და მთელი რიგი ღონისძიებები და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა მან, რომ ძეგლი იყო რომში ფარსმან ქველის და გავიდა ერთი 20-ოდე საუკუნე და ჩახვედი თქვენ ბასიანი და ნაკლები ამბავი კი არ დაგიტრიალებიათ ვატიკანში, რომში და ეს მართლა სახელოვანი დღეები მინდა რომ გაიხსენო. უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან დიდი ღმერთის საჩუქარი იყო ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის და ჩვენი იქ დგომა იყო ჩვენი ქართველი ერის იქ ყოფნა, იმიტომ რომ ჩვენი მომენტში იქ აღმოჩნდით და ვასრულებდით ამ ჩვენ მრავალხმიანობას და ქართულ გალობას და უწმიდესის საგალობლებს. დავიწყებ იქედან რომ ეს ვიზიტი იყო რომის პაპის მიერ მიწვევა მისი უწმიდესობის. თქმა უნდა, მაგ პერიოდში უწმიდესის შეუძლოდ გახდა და ვერ მოახერხა წამოსვლა და ჩავედით მან რა თქმა უნდა უწმიდესის დიდი მგალობელთა გუნდი, სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდი, სადაც რა თქმა უნდა ასევე ბასიანიც, რომელიც მის ბაზაზია შექმნილი, საოცარი და დაუვიწყარი რა თქმა უნდა იყო ჩვენთვის უბრალოდ ამ როგორც ვიცით, იქ სხვა კოლექტივები, სხვა ქვეყნის კოლექტივები არ გამოსულან. მხოლოდ ადგილობრივი კოლექტივები გამოდიან და სანამ ჩავიდოდით ჩვენ ამ ვიზიტზე, რომელი კონცერტიც გაიმართა სიქსტის კაპელის დარბაზში, საოცარი ისტორიულ დარბაზში, ერთი თვით ადრე ვიყავით ანუკისთან ერთად რომში ჩასულები. ჩვენ წავედით ბასიანის ნაწილი და რა თქმა უნდა, გალობის უნივერსიტეტის ესე ვთქვათ, წარმომადგენლები, ქალბატონი ნანა გოთუა და რა თქმა უნდა, მემორანდუმი გაფორმდა გალობის უნივერსიტეტსა და ვატიკანის სამგალობლო სკოლას შორის. ამ მემორანდუმის გაფორმების პროცესშიც იქ ვიყავით, ვიმღერეთ, გავმართეთ კონცერტი და ანუკის უთხარი რომ წავიდეთ ვატიკანის მუზეუმში, შევიდეთ, დავათვალიერებთ და წავედით სიქსტის კაპელას დარბაზში, შევედით და ვიღებდით კადრს, რომ დაგვეთვალიერებდნენ და ვიდეო მაქვს ჩართული და რომ მოვატრიალე და ამეტაკა დაცვა და პირდაპირ კომენტაროთ გაგვაძევა გარეთ. ხო, იქ ძალიან კაცრად აკონტროლებენ მაგას, კი. მოკლედ გავიდა ერთი თვე და ჩვენ ჩავდივართ მთელი გუნდი და ამ დარბაზში უკვე 3 დღეა კაცშვილი არ არის და ეგრეთ წოდებული საუნდჩეკი გვაქვს, რეპეტიცია გვაქვს, როგორ უნდა მოვეწყოთ როგორ და დავინახე ეს კაცი. და ვაჩვენე, ავუძახე, მოდი მეთქი, მოდი ჩვენთან თუ შეიძლება. მივესალმე ძალიან თავაზიანად, აგრესია არ არსებობს, ნული.
და გავუხსენ და ხო თქვენ ხართ მეთქი ეს ხო ჩვენ ხო და ასე აღარასდროს არავის არ მოიქცე და მე ხა არ მიშლი ხეს მაგრამ მაინც გადადი იქეთ შეგიძლია რეპეტიცია გვაქვს აგიჟდეს არავინ აღარ გააგდო მე ვთქარი ამ დარბაზში არო ნათებით არ გადაიღო ფოტო იმიტომ რომ ფრესკებს უშლიოდო მე ვთქარი ჩაკრულო და ლილები მღერეთ და ჩამოვანგრიეთ მაშინ ეს ჭერი და იმან ერთმა ვიდეომ რა გააკეთა ვიცი უწმინდესობა და უნეტარესობა ახსენე შენ და მართლაც აი ამ გადასახედიდან ვის უმეტეს როდესაც უკვე აღარ აქვს პატრიარქი თუმცა ის სულ იქნება ჩვენს გვერდით ჩვენს მეხსიერებას ჩვენს სულში შენ მართლაც აი გამორჩეული პატივი ხვდა წილად იმ ხრივ რომ წლების მანძილზე მის გვერდით იყავი ფაქტობრივად მის გვერდით გაიზარდე და როგორ გაიხსენებდი ჩვენს პატრიარქს მე დავიწყებ იმით რომ მე და გიორგი ვიყავით პატარები ძალიან 2000 წელს გარდაიცვალა ჩვენი მამა და დაგრძალვით მეორე დღეს მოვხდით უწმინდესთან აი იმ დღიდან რა დღიდანაც უწმინდესთან მივედით მახსოვს წირვა იყო სიონში ესე იგი ყველა დღე ჩვენზე ფიქრობდა და დარდოვდა და ნერვიულობდა ოღონდ ასე იყო ყველას მიმართ ცოტა მიჭირს ახლა წარსულში საუბარი უწმინდესზე და არასდროს არ ვამბობ რომ იყო უწმინდეს სულ არის რა თქმა უნდა გეთანხმებით და ჩვენ გულებშია ბევრი დაუვიწყარი დღეები ბევრი დაუვიწყარი მოგზაურობები ქვეყნის შიგნით ფარგლებს გარეთ ემიგრანტებთან შეხვედრები საოცარი სიყვარული საოცარი სითბო და ყველაზე მთავარი ის არის რომ მისთვის რაც ყველაზე მთავარი იყო ერის ერთიანობა დადგა როდესაც იგი გავაცილეთ და ეს იყო ალბათ მისი გამარჯვება და ეს ყველაფერი შენარჩუნებულია და მე მგონი ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ და ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს ძალიან ბევრი მოგზაურობა გვაქვს ეხლა ვიხსენებ რაჭა-ლეჩხუმის სვანეთის მოსალოდსაც წავედით ვერტფრენებით 2002 წელი იყო და როდესაც რაჭაში ჩავედით დიდი ტრაპეზი იყო გაშლილი ძალიან ცუდი ამინდები დაგვემთხვა და თავსხმაწვიმა და მოღრუბლულობა და იქ სინოპტიკოსებს ეკითხებენ და ისინი იქიდან პასუხობენ ერთი კვირა არ დაიღებს იმიტომ რომ ასეთი ამბავია და ყველას ეს ფორი აქიდან ნერვიულობა უწმინდესმა ყველას შეატყო და გამოვიდა და ეხლა ძალიან მალე მზე გამოვა და სისარტყელაც იქნებაო და აი 10 წუთი არ გასულა და ზეცაც გაიხსნა სისარტყელაც იყო და მზეც გამოვიდა და მეუფეი თადეოზი მაშინ ცხონებული ყველა იქ შოკში ვიყავით ეს რო უყურებდით ამ ყველაფერს რა ხილული სასწაულების მომწრენი ვართ ნამდვილად და ძალიან ბევრი მადლობა უფალს მის ეპოქაში რომ ცხოვრობთ ნამდვილად შემოგელა დღეს რა სიმღერით ბრძანდები ჩემო ბატონო ჩვენ შოუში მობრძანებული მომეცა საშუალება რომ თქვა ამ სიმღერის შესახებ ჩვენთვის უნიჭიერესი კომპოზიტორი ძალიან მაგარი ადამიანი ლილიკო ნემსაძის მუხამბაზი ტექსტის ავტორი ასევე უნიჭიერესი ქალბატონი ნანა ცინცაძე და ამ სიმღერის ისტორია არის ასეთი ეს სიმღერა წლების წინ ლილიკომ დაუწერა ჩვენ უსაყვარლეს მეგობარს ძალიან მაგარბის ჩვენ ძმაკაც ნიკუშა ცერცოძეს რომელმაც არაჩვეულებრივად შეასრულა და ასრულებს ამ სიმღერას და მოხდა ისე რომ თავად ლილიკოს თხოვნით რამოდენიმეჯერ შევასრულა ეს სიმღერა და ძალიან დიდი ასევე მოწონება და სიყვარული დაიმსახურა საზოგადოებაში და არაჩვეულებრივი სიმღერაა და მადლობა მინდა უთხრა ლილიკოს, მადლობა მინდა უთხრა ნანა ცინცაძეს, მადლობა ნიკუშას და მინდა რომ ეს სიმღერა შევასრულო, რადგან მართლა ძალიან შეიყვარა ხალხმა და საზოგადოებამ და მე ძალიან მიყვარს და მე მგონი რომ თან სიყვარულზეა და მე მგონი რომ ამაზე ძალიან კარგი, ხო. დღეს მომინდა სიყვარულის გამხელა ჩემოცნებას შენ დაგარქმევ სახელად ჩვენი თეთრი ხამები თენდება გული შენ გულს აფერებლად შეხოდება არ წახვიდე თორემ ხამები მიცდიან რომ მიღვარხარ ამ ვერხვებმა ციცია მზეს გაჩუქებ მაგ თვალებში მიმალოს რას გავუგებ ამარეულ სიხარულს ვერ გითხარი სიხარულის სათქამელი სამომცდება წილში შენი სახელი სასრომის და
სიტყვების არავისთვის მითქვია არცახვიდე თორემ სხვები მიცდია რომ მიყვარხარ ამ ვერხვებმა ციცია სის გაჩუქე მაგ თვალებში მიმალოს რას გავუგებ ამარეულ სიყვარულს ვერ გითხარი სიყვარული სათქმელი წამომცდება ძილში შენი სახელი ცასრომიც და ესე შენზე ფიქრია ეს სიტყვების არავისთვის მითქვია სიტყვების არავისთვის მითქვია დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს გელადონაძეს. ნებადვილოდეთ წარმოგიდგინოთ ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორი თამაზ გაუშვილი და ანსამბლ საგალობელი სოლისტები მერაბ ჩიტალაძე და სოსო საგანელიძე. ოგდანდი. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ხალხო. ჩამობრძანებისთვის თან რაჭიდან ჩამობრძანდით და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა რომ საგანგებო ჩვენი შოუსთვის გვეწვიეთ შეუბადო რომ დედაქალაქში. მადლობა მოწვევისთვის. ტელეკომპანია იმედი არასოდეს არ ტოვებს თუ რამე ხდება კულტურული ღონისძიებები რაჭაში, ყოველთვის გვეძახით და ამისათვის დიდი მადლობა ტელეკომპანია იმედს და თქვენ გადაცემას. გაიხარეთ თქვენ და ანსამბლი საგალობელი და აი ეს შესანიშნავი კულტურის კერა რომელსაც ხელმძღვანელობთ თამაზ ბატონო ამდენი ხანია ყოველთვის განსაკუთრებით გვეიმედება ხოლმე ის საოცარი კოლორიტი ის შინაგანი სიმდიდრე რაც ახასიათებს რაჭას ამას ყველაფერს წინვალე წარადგენთ ხოლმე როგორც თქვენ მშობლიურ კუთხეში ისე დედაქალაქში ეს არაერთი ღონისძიება იქნებოდა ეს თუ დღესასწაული ყოველთვის აი ვთქვათ გვეიმედებით და ყოველთვის თავს გამოიჩენთ ხოლმე დიდი მადლობა ამისათვის ნუ რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთ მოდი ესე ვთქვათ რა კი ბატონო განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს რა ამ 4 რეგიონში ამ 4 რაიონში ხო და ეს ამის თქმა მიყვარს ხოლმე რა რომ აი თებშია ხო ჩაფლული ახლა ამბროლაური ვორნი რა წაგერი რენტე ხო და თელი კულტურა სინდისი ნამუსი ამ რაჭოლური და ეს რაჭალეჩხუბური შეხიზნულია აი ამ თებში და მე საზრდოსავით გადმოეცემა თელ მოსახლეობას და საზოგადოებას და იმიტომაც არის რაჭველები ესეთები რომ ვართ მოდი ასე ვიტყვი რა დიდებული შემოვაკეთე დიდებული მოგიყვა რაჭიდან რაჭველებისგან ყველა ხელოვანისგან და არახელოვანისგან საზოგადოებიდან პირადად გადმომცეს თითქოს ხურჯინი წამოვიღე მადლობების და აი მადლობა თამაზ ბატონო რახან თბილისში ვართ ახლა ერთ რაღაცა გამახსენდა რა კი ბატონო თბილისობა მოგეხსენებათ ეს დღესასწაული ყველასათვის გასახარელია და მე ამას ვამბობ შევანაზის დროინდელ თბილისობას რომელიც იმართებოდა მეიდანში აბანო თუბანში მე დამევალა რომ კორიდორი უნდა მომეწყო ესე იგი რას ნიშნავს კორიდორი ახლა მოდიოდა ფაიტონი მოდი ეტლი მოდი ასე ვთქვა მოდიოდა და გურამ საღარაძე იდგა ას განსვენებული აცხოვნოს ღმერთმა
და ლექსი ძახდა თბილისზე რა და მოდიოდა ეს ხალხი ეს ლენტი მქონდა ხალხი იდგა და კორიდორი იყო გაკეთებული და ეს მე ვიყავი ამაზე პასუხისმგებელი და გააკრიალებული კორიდორი ხალხი ეს იყო მოდის გურამ საღარაძე გაჩერდა დაამთავრა ლექსი ცხენების გაჩერდნენ და მე უკან უნდა წამოვიდეს შევანაძე თავის დაცვით გაიარა ამან რა ქვია ფაიტონი წავიდა და ამ ცხენებმა მაპატიოს მაყურებელმა მოისაქმა იქ პირდაპირ შუა სადაც უნდა გამოიარო შევანაძემ აი პირდაპირ იქ და გამგებელი ყვირის იქიდან თამას გვიშველე რამე რა უნდა უშველო კაცო რა გავაკეთო არ ვიცი რა და იმ წელს ვიყავი პრაღაში და ცილინდრი ვიყიდე შავი პირველად დავიხურე მაშინ სხვა რა გზა მქონდა ახლა და ავდე კიდე ეს ქუთი დავახურე ესე და დავდე ესე დავდე თეატრალიზებულად თვითონ არაფერი არ არის აქ რა ესე დგევარ და მაგრამ რაღაცა ბიჭო რო უყურებ ახლა ეს შევანაძე პირდაპირ აქ უნდა გამოიაროს არ გამოვიდა ეს ნომერი ავდექი და აი ესე მესე მოუჭირე ხელი ამ ქურს მოუჭირე ხელი ესე და გადმოვატრია და ესე მიჭირავს დავდივარ ახლა ესე და გამგებელი მეუბნება გამგებელი რა ოჩახ თამას გენაცვალე კი ვენაცვალე მაგრამ საწავიღო კაცო ესე ხალხი დგას იქით ხალხი დგას ხოდა ცილინდრი ახლა ჩემს უკან ვიციგდა ხალხმა ხო დაინახა რომ ეს არ არის цаრიელი ხოდა ის იყო რა ქვია გასტრონომი სუპერმარკეტი ახლა ბაშო გასტრონომი და დავინახე პატარა გასტრონომი და რას დავეძებ და წავიღე და შევიტანე ამ გასტრონომს ცოტა ხან შემინახეთ მეთქი რომ ხარ და რაიმსო იმათმა რა იყო ის ხოდა დავდენდა რომ დაინახე სუნი რომ დატრიალდა და მე მგონი ახლაც დაკეტილია ის ერა ბატონო თეთა გადუვალ სიტყვას ერთი სიტყვით თელმა რაჭამიცის ნადირობა მიყვარს ხო და იმ დროინდელმა რაიკომის მდივანმა დამავალა მერაბიო იტალიიდან ჩამოდიანო მონადირეებიო სტუმრათო ხო და ეგებაო გაუძღვევო რა და სანადიროს წაიყვანოდა ჩვენ ნამყოფი ვიყავით იტალიაში ამ დროს ჩვენი ანსამბლი ხო და ვიცნობდით გავიცანით რა მონადირეების და მომღერლების და კაგას ერთ-ერთი პარტია მონადირეები ჩამოდიან ახლა ჩვენთან კარგი მეთქი ახლა ბიჭები წინასწარ გავაფრთხილეთ აბა ალპიურ საძოვრებში ბინები იდგა ფერმები ადგილები და აბა წინასწარ გავაგზავნეთ ბიჭები თავისი პურმარილით ყველაფრით რომ ამოვლიან ახლა და მოწესრიგებული რო იყოს ახლა მაინც მთა არის და მეორე დღეს ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი ცხონებული როსტომ გოგოლაძე და მე უნდა გაუძღვეთ ახლა მონადირეებს იტალიელ მონადირეებს და უნდა ავიყვანოთ იქ ხო კარგი ახლა როსტომმა მეუთხარი ამნაირი მდგომარეობა არის მე მანქანას შევიპირებ მეგობარია ჩემი მეუთხარი რომელსაც კარგი მანქანა ყავს ეზოში უყენია მიხვალ მეთქი და შენი კაიძაღლები რო ყავს მეთქი ამ მანქანაზე შესვამ და დილის 6 საათზე გელოდები ჩამოდი ჩემთან და ჩემი სახლის წინ ეს სტუმრებიც მეყოლებიან სახლთან იქვე ახლოს და დავжეთ მანქანაში და წავიდეთ კი ბატონო მოვიდა 7:30 როსტომა არაჩას აგეროდის მოვიდა და მე რობიკო ბოდიშ მოგიხდიო ძალიანო შენ შემოგევლეო ზოლი ვარ გამოვიდაო სანამ ყავა არ დალიაო სანამ მეცოპია 100 გრამი არ დამალევიო და ეძაღლებიო ქეშევსიო კუზოვოზეო და დავაბიყო დამბულები არიანო შევიხედე კუზოვოზე ძაღლები არ აჩანან უი როსტომ მეუთხარი ძაღლები რო უყავი მეთქი და ვაიმეო შემოიკრა თავში ხელები და არ იქა მიშველეო და გევიქეცით ახლა გავარბივართ მივედი თურმე ამას გონებია ეს ძაღლები მანქანის დუგებზე თუ ყავდა დამბული და ტალავრის ხეივანია გაკეთებული ხეივანს არ გამოუპია ძაღლები ესე იგი რომეით ავერჯიაყვი ამ ძაღლებს გამოყრილი ენები და უკანა ფეხებზე დიან და ასე შვებიან წინა ფეხებს სულზე არიან ძვირდებზე მიუწა ერთი დო გავაგზავნე თან ზარე ბატონო გახან ერთი მოვყევი მეორესაც მოვყევი იტალიიდან დავბრუნდით ანსამბლი და აქ დიდუბეში ჩამოვედით არქე რომ რაჭველებს თონეები რო ქონდა თონუკეები უბრალოდ ერთი არაყის მოყვარული კაცი ყავს ამირანი იყო ცხონებული გოგი ჩაიშვილი სიგიჟემდე უყვარდა დასალევი და მეორე ევლოგი მაისაშვილი ჩვენი უფროსი თოვმის წარმომადგენელი იყო ჩვენი ანსამბლის წევრები და ამ ამირანა მეიჩემა გენათვა რომ ბიჭო 100 გრამი არაყი დამალევიეთო მოვკვდები ვარჯებიო აღარ რაიმგზარებს აქედან ფხიზელიო და
მე ევლოგი და ეს ამირანი შევით პატარა ის კაფე იყო რა და ორი გოგონა დახში არიან და ეს ევლოგი ეუბნება ჩამოგვისხის 3 ჭიქა არაყი ამ გოგონება ჩამოგვისხეს და ამედანას უკავია ჭიქა ხელში და ასე უშვება სულზეა რო ის დალევს და ევლოგია მასადეს სადღეზე ლოუნავ თქვა და ეიღო ჭიქა და მერაბი გაგვიმარჯოს და კარგად ვიყოთ ჩვენი მშვიდობით დაბრუნებას გაუმარჯოს გაუმარჯოს იმ ხალხს ვინც გამოგვისტურა იტალიიდან ვინც ოჯახებში მიგველიან ოჯახებში როგორც დავტოვეთ ის დაგვახვედროს გამჩენმა ღმერთმა აუ გავცხე ხელდაფეხი არა მე უთხარი მე ღმერთმა დამახვედროს ისე როგორც დავტოვე თქვა ბიჭო ორი კვირა ვარ წასული რატო შემამაძაღლო გასულ რას ლაპარაკობ მთელი ღამე ვეფერებოდი ქარშო მიდიოდი მე უთხარი და რო ის ახლა მოფერებული დამხდეს ქალის სახე რაღაც მიდესწრე ბანდო ხოდა ამირანა სუკავია ჭიქა ხელში და ბიჭო მე რა ბუგა მე იმისანაბედი მაგ მაინც დამხდე მამაშობე ძაღლიო ახალი ამბავია ერთი ანეკდოტა დადის რაჭაში რა კიბე გააკეთა კაცმა რა სოფელში გააკეთა კიბე ჩაოლებრივ ეს და გამოვიდანა და მიადგა ახლა სახლს რა ეს კიბე და გამოვიდა მეზობელი ახლა და უყურებს ამ კიბეს ბიჭო მაღლა ვიწროვდებაო ეს კიბეო და ვიწროვდება თუ არავის შეხვდე ზევიდან თამაზ ბატონო აქ შესანიშნავი მომღერლები რო არიან თქვენ შემოქმედებას ძალიან ბევრი იცნობს და იცით რომ მართლაც წინვალე სოლისტები ბრძანდებით და საანსამბლო ჟღერადობას განსაკუთრებული აქვს ანსამბლ საგალობელს და გამოირჩევა კიდე მართლაც იშვიათი ხმებით შემობატონო და დღეს რა სიმღერა ჩამოვიტანეთ ეს ანსამბლი საგალობელი 50 წლის არის კი ბატონო რა უკვე დიდი ის არის და ეს პროფესიონალი მომღერლები არიან ფოლკლორისტები არიან ხოდა ჩვენ ახლა ჩამოგიტანეთ ახალი სიმღერა. დიდი მადლობა რომ მოგვეცდა საშუალება თქვენ გადაცემაში კიდევ გავაჟღეროთ ეს სიმღერა. ანსამბლი რაევო, ჯგუფი რაევო ყავს ჩვენ კულტურის ცენტრში. ჯგუფია რაევო, რომელიც აკომპანიმენტს უკეთებს რაევო და მღერიან სოლისტები. ქალბატონი თამარ ობოლაშვილი არის სოლისტი, ამისი პროფესიონალი მომღერალი. ქვემო რაჭის ბულბულს ვეძახით. კი ბატონო. არის ჩვენი ქალბატონი და შემოგთავაზებთ აი ამ სიმღერას. სიამოვნებით მოვიწვიოთ ქალბატონ თამარი და ბატონი სოსო და ბატონი მერაბი აგერ აქ ჩვენი შოუს სცენაზე გადავიპატიჟოთ ჩემო ბატონო. ეს დემის საგვარა Mis
უღრმესი მადლობა ჩვენ ძვირფას სტუმრებს რაჭიდან წარმატებები გისურვოთ მათ. ჩვენი შემდეგი სტუმარია მსახიობი ია შუღლიაშვილი. დიცემოია. ია ჩემო ძვირფასო, როგორ გიკითხო, მადლობა. მობრძანებისთვის შენ გენაცვალე. შენ გესტუმრე და დამპატიჟე შენთან სტუმრად. მართლა გამორჩეულად ძვირფასი ადამიანი ხარ შენ, შენი მეუღლე, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია და შესანიშნავი მუსიკოსი, ჩემი კოლეგა, ძმა და მეგობარი თემო მაისაშვილი. თემურ, მოგიკითხავ შენ გენაცვალე. გადავცემთი. თან რა არის, ძალიან მიხარია რომ ბევრი წარმატება მესმის ამბოლო დროს შენი როგორც მსახიობის და ესეც განსაკუთრებით მიხარია. თან ერთსაც დავძენ რომ ხოთი ბევრი სიტყვა გაცვთა დღევანდელ დღეს, მათ შორის ხოთი ლეგენდა, ლეგენდარული ადამიანი ხშირად გაიგონებ ასეთ სახელდებას და ყოველთვის შესატყვისი არ არის ხოლმე, მაგრამ ეს არ ითქმის მართლა შენს ლეგენდარულ დედაზე, ინოლა გურგულიაზე, რომელიც აი დარჩა მართლაც ესეთ აი საოცარი სახელი, არა მხოლოდ იმიტომ რომ გვარი არ ჭირდება, იმიტომ რომ მისი სიმღერები და თვითონ აი ის ესთეტიკა, საოცარი გემოვნება, რომელიც მის შემოქმედებასთან ახლდა, თაობები გაიზარდა მას შემდგომ და ინოლა სახელი და მისი ხელოვნება მართლაც ესე იგი გაყენებულად დგას როგორც აი ეს საზომი მეტრი გემოვნების, ქართულობის და თან ევროპეიზმის ერთდროულად და აქედან გამომდინარე მინდა კითხვა, რა თქმა უნდა, ყველა ქართველის ცხოვრებაში ხელოვნებას მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენს ბავშვობაში შენთვის სიმღერასა და ხელოვნებას განსაკუთრებული როლი ექნებოდა. ამაზე მინდა კითხო, როგორი იყო შენი ბავშვობა ამ ნიშნით? სიამოვნებით გეტყვი, ჯერ მინდა მადლობა გითხრა, რომ აი ეს ჩემთვის სასიხარულოა ეგ და ძალიან ბედნიერია დღეს უკვე ძალიან მართლა ყველას გულებში შეაღწია, რასაც სულ ვნატრობდი, აი ახალგაზრდობაშიც ვნატრობდი, რომ მისი არ ყოფნით რაღაცნაირად არ ყოფილიყო დაკარგული. მაგრამ არა, აი დრო მოიტანა და დღევანდელ ახალგაზრდობას უფრო მეტად ატაცებული ყავს ინოლა და ეს მხოლოდ მაბედნიერებს. ჩემი ბავშვობა აი გაგიკვირდება და რა თქმა უნდა დახოცებული იყო მუსიკით, სიმღერით და რა ვიცი, მე მგონი მეც და ჩემმა ძმამ ფეხი რო ავიდგით და მე ცოტა წლისამ და დათო 10 თვისა უკვე რაღაცებს მღეროდით, როგორც ვიცით გადმოცებით. ხო და მერე ჩვენი მუსიკალური აღზრდა დაიწყო ხალხური სიმღერებით. და ოჯახში ესე სამხმაში მღეროდით, მამაც გვეხმარებოდა ხოლმე და ესე მღეროდით, მაგრამ უნდა გითხრა რომ აი მე რო წამოვიზარდე და გავაცნობიერე, ძალიან ბევრი იყო ეს მუსიკა ჩემთვის უკვე და ცოტა გავანაწყენე მამაც რომ გადაუხვიე ნიჭიერთა აწლედი და უნდა ჩამებარებინა კონსერვატორიაში და გადაუხვიე და წავედი თეატრალური ხაზით და გადაჭერი რუსთაველი და დიახ და გადმოვედი ცოტა აქეთ ამ მხარეს. ხო და ნუ მუსიკას უთან დამყვება ეს რა თქმა უნდა ოჯახის დამსახურება და აი პროფესია არ არის, მე არ ვთვლი რომ პროფესია, მაგრამ თვითონ მე პროფესიება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგის გარეშე არ გამომდის. ხო. ჩემი განუყოფელი ნაწილია. შენ უკვე წლების განმავლობაში ხარ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და მართლაც არაერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლია შენი მონაწილეობით. რა ვიცი, ხა ისე დახასიათე, ხა ძალიან დიდი როლებიც არ მითამაშია მე თეატრში, მაგრამ რაც მითამაშია, ყველა მიყვარს და ნუ ზოგი ისე, ზოგი ასე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ზუსტად ეგეთი მომენტი იყო ბატონ თემურ ჩხეიძის სპექტაკლში ბახტრიონში, სადაც აი ესეთი ფუნქცია მერგო, რომ რაღაცა ლეიტმოტივივით გაყვებოდა სპექტაკლს სიმღერა, რომელიც დათო ტურიაშვილმა მოგვიტანა, ეს არ იყო მისი დაწერილი, მაგრამ სოფელში დადიოდა ერთი ადამიანი და მღეროდაო და ძალიან კარგად მოერგო ამას და ბატონმა თემურმაც იმას აქნა
მოეწონა და ამას მღეროდით. ესეც სიმღერა იყო. უცბად გიმღერებ, ხო? ნედა ჩემს სამაგიერ ქალიგი არა ქვა გავჩენოდი ან სახლის კედელს მე ჩამაკრავდნენ და ან წყლის ნაპირას მე ვეგდებოდი თავისი შინაარსით იყო ძალიან დრამატული და ეს იყო აი ბრძოლაში რომ მიდიან უკვე კაცები და ის ლუკიდან უნდა ამოვსულიყავი და ეს ნელ-ნელა ვიწყებდი ამას ასე ვთქვათ მარტო ყველაფრის გარეშე ვიწყებდი ამ სიღრმე უკან ფუსფუსი იყო რაღაცა და ეს უნდა მემღერა და ყოველ ჯერზე მიწევდა ლუკში ჩასვლა ხო და ჩვენთან არის რომ საგრიმიოროდან ჯერ ერთი კიბე უნდა ჩაირბინო, მერე მეორე უნდა ჩაირბინო და მესამე კიბე მქონდა კიდე ჩასარბენი უზარმაზარი, ლუკამდე რომ მივსულიყავი და მივხვდი რომ ვაგვიანებ ერთ სპექტაკლზე და დედა ვაგვიანებ მეთქი და აი თავპირის მტრევით გადავახტი სამ კიბეს, ხუთ კიბეს რაღაცებს და უკვე ეთყვა ფეხები აღარ მემორჩილება და ბოლო კიბეზე ამიცდა ფეხი და გავიშხლარდე და გადავიტყავე ყველაფერი და ისე ამეწვა, ისე მეთკინა, მაგრამ აი ვიცი რომ ჩემი მისია შესაძლებელი მაქვს და დავდექი ამ ლუკზე როგორც იქნა და ამოვდივარ, მაგრამ მთელი სხეული კანკალებს და ეხა ხო მოგეხსენება როგორია, როცა გიკანკალებს სხეული და ბგერა უნდა გამოუშვა და ასე ვტიროდი და გამოვიდა ისეთი დრამატული სცენა, რომ აი რაღაცნაირად ის იყო, უფრო მაყურებელი მიყურებს და იცახის რა დაემართა. უბრალოდ მსახიობებს ჰქონდათ ეგ რეაქცია, რომ რა დაემართავ ამ გოგოსო რა ესე შეიჭრაო როლშიო და მაყურებელსაც ძალიან კარგად იმეფია და მაგამ მომყოლაფერმა. ასე რომ მე მინდოდა გამემეორებინა, მაგრამ ვეღარ გამიმეორე ეგ დაცემა. იმდენი ვისაუბრეთ დიდებულ ქალბატონზე ინოლა გურგულიაზე, რომ რა თქმა უნდა დღეს ინოლა სიმღერა უნდა გაჭირდეს და რა სიმღერას შეგვისრულებ დღეს ჩვენ შოუში? მე დღეს შევასრულებ ინოლას გამორჩეულ სიმღერას და იმიტომ რომ ძალიან უყვართ ახალგაზრდებს და ძალიან მახარებს ეს ამბავი და მე ჩემებურად ვიმღერებ სიმღერას ქვია სიზმარია. ძალიან დიდი მადლობა გია. Maria, rames maneva Micharia, gushi menateva maze Klavi, chemskena gada mokhriri roa Kto savit churchulebshe Nu zahvala genacvale, nu zahvala se male, nu zahvala genacvale, to savit me mudare biše, Siza Maria, rames maneva moas, ne dava sadacha. Tu gagondeva shora gazab khulis vagiroa istre bedni erni roma vikhari დიდი მადლობა ჩვენ ზურფას სტუმარს ია შუღლიაშვილს. დღეს ამით გემშვიდობები ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.